მართლმა პარტიამ წაიღო 1.100.000 ხმა. 100.000 მეგოდი. 4 პარტიამ ერთად წაიღო 800.000 ხმა. თითო პარტიამ 200.000 ხმა. ფაქტიურად 900.000 ხმით უსწრებს მართველი ძალა, ანუ პირველ ადგილზე გასული ძალა, მეორე ადგილზე გასულ ძალას. და როდესაც აი ამ ფაქტობრივ გარემოებას პრეზიდენტი მხედველობაში არ იღებს, მას მორალური უფლება არ აქვს თქვას, რომ ის არის ყველას პრეზიდენტი. ის მინიმუმ იმ 1.100.000 ადამიანის პრეზიდენტი აღარ გამოდის, რომელთა ხმების რეალიზაციასთან დაკავშირებით არამც თუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ლეგიტიმურობას, არამედ აპრიორი ამბობს, რომ ეს ხმები არის გაყალბებული, რომ ეს ხმები არ შეესაბამება სინამდვილეს და იცით ზოგჯერ რითი პროვოცირებენ კიდეც აი ამ თემის მხარდამჭერები, რომ აბა სად არის ეს ხალხი? ანუ სად არის სიღრმისეული ქართველი ხალხი? და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მართლა რომ მოახდინოს ხელისუფლებამ ერთი დაძახილი მათი. და ეს ხალხი რო ქუჩაში გამოვიდეს, არა, თუნდაც 1% გამოვიდეს 1.100.000 ადამიანისა ქუჩაში. ეს ხომ არის გარანტირებული სამოქალაქო დაპირისპირება. და მადლობა აი ამ ხალხს, სწორედ ბრძენ ქართველ ხალხს, პოლიტიკურად მწიფეს და პოლიტიკურად გაზრდილს, რომ აი ამ ნაბიჯზე არავინ არ მიდის. და ყველა მოთმინებით ელოდება როდის მოეგებიან გონს თავად ის ადამიანები, რომელთაც უკან არსებობენ მთელი რიგი ორგანიზაციები, მათ შორის 14 ახალგაზრდული ორგანიზაცია, ეს ჯიუტები, რა ვიცი, ფრანკლინის კლუბი, დაფიონი და ასე შემდეგ, უამრავი დასახელების ახალგაზრდული ორგანიზაციებია, რომელთა უკან არსებობს დაფინანსების სქემები.